მოგესალმებით. მინდა რამდენიმე საკითხზე ვისაუბრო, მაგრამ პირველ რიგში მინდა მადლობა მოუხადო ყველა ჩემ პაციენტს. ისინი, ვინც მოდიხართ, ვიცი, ბევრი თქვენთაგანი ჩამოდის სხვა შტატებიდანაც. იმისთვის, რომ მენდობით, იმისთვის, რომ გვაქვს საშუალება, რომ ერთად ვიმუშაოთ. პირდაპირ გეტყვით, როდესაც რამდენიმე დღის მერე იცით, რომ გიკავშირდებით და გეკითხებთ, როგორ არის ყველაფერი, რამე ვარ გართულდა, მესმის, რომ კმაყოფილი ხართ. ეს ჩემთვის არის უდიდესი სტიმული. ეს ამართლებს ყველა იმ ფიქრს, იმ ნერვიულობას. დიახ, ყოველთვის ნერვიულობ პროცედურამდე, პროცედურის დროს, პროცედურის შემდეგაც. ნერვიულობ იმაზე, რომ როგორ გამოვა ყველაფერი, კმაყოფილი იქნებით თუ არა, როგორ იქნება ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში, რამდენიმე თვეში. და როდესაც მე შემდგომში მე თქვენ გნახულობთ და ვხედავ, რომ რეზულტატი არის კარგი, ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. ეს მანიჭებს მე უდიდეს სიხარულს. და მადლობა მინდა მოგიხადოთ ამისთვის. როგორც იცით, პროცედურები არ არის იაფი, ეს გარკვეულ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. რატომ ამბობ ახლა ამას? არ გაივლის დღე და არ ჩაივლის კონსულტაცია ისე, რომ ერთი და იგივე კომპლეინი, ასე ვთქვათ, არ მოვისმინო. უხშირად შემთხვევაში ეს ეხება ბოტულინოთერაპიას. გავიკეთე ბოტულინოთერაპია, ვთქვათ, ერთი თვის წინ, გადავიხადე ამაში $300, გავიკეთე მთელი სახე და ეფექტი არ მაქვს. და ვიზუალურადაც ეს ჩანს, რომ ეფექტი აბსოლუტურად არ არის, ყველაფერი მოძრაობს. როგორ გავიგო მე? ვიკეთებ ნამდვილ პროდუქტს, ვიკეთებ ნამდვილ ექიმთან, ან ექთანთან, ვისაც აქვს ამის გაკეთების უფლება ამ ქვეყანაში. ამაზე მე მქონდა ადრეც საუბარი, მაგრამ განმეორდები და გეტყვით. ამაზე ადვილი ალბათ არაფერი არ არის. შეგიძლიათ სახელი ჩაწეროთ Google search-ში და ნახოთ ეს ადამიანი არის თუ არა აქ სერტიფიცირებული. მათ შორის ჩემი სახელით შეგიძლიათ ჩაწეროთ Google-ში ჩვეულებრივად ნინო ოქროშიძე და მოიკითხოთ. მნიშვნელოვანი აქ ის არ არის, რომ ამ ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს რას აკეთებდეს და ასე შემდეგ, არა. რა თქმა უნდა, თუ კი ის მუშაობდა ამ სფეროში, სადმე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ცოდნა არც არ დაიგარგება და ის ცოდნა მას ისევ გააჩნია. ამაზე არ არის საუბარი. საუბარი უფრო მეტად იმაზეა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია შეიძინო პროდუქტი ამერიკაში, რომელიც არის სერტიფიცირებული, თუ შენ თვითონ არ ხარ აქ სერტიფიცირებული, ეს კომპანიები არ ითანამშრომლებენ შენთან და სწორედ აქედან მოდის პრობლემა. არა იქედან თუ არის ეს ექიმი მართლა მცოდნე და იცის რას აკეთებს, ალბათ იცის, ახანასი ამბობს. როდესაც არ გაქვს ფიზიკურად სვდომა პროდუქტზე, რომელიც არის სუფთა, უსაფრთხო და სერტიფიცირებული და ლეგალური ამ ქვეყანაში, შესაბამისად ეს პროდუქცია სადღაციდან უნდა მოვიდეს. საიდან მოვა ეს პროდუქცია? ან არის ბევრს ჩამოაქვს საქართველოდან, ბევრი შეიძენს ინტერნეტ რაღაც საიტებიდან, სხვა შორის თქვენ შეგიძლიათ ეს შეიძინოთ, ეს არ არის ლიმიტირებული არანაირ პროფესიაზე. საუბარი აქ იმაზე, უნდა გააკეთოთ ეს თუ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა გააკეთოთ, ეს არ არის უსაფრთხო პროცედურები. რა გართულება შეიძლება მოყვეს, მაგალითად, არასუფთა ბოტულინის ტოქსინს. აქ იმის გააზრება არის საჭირო, რომ ეს არის ბოტულიზმის გამომწვევი ტოქსინი, რომელიც არის სპეციალურად დასუსტებული და მოდიფიცირებული იმისთვის, რომ დროებითი პარალიზი გამოიწვიოს კუნთების. სწორედ ამის ხარჯზე ხდება ნაოჭების გადასწორება. რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ეს პროდუქცია არ იქნება სუფთა? მაგალითად, დაწყებული იქნება, რომ შეიძლება დაგემართოთ ბოტულიზმი, შეიძლება დაგემართოთ სასუნთქი კუნთების პარალიზი, დაგემართოთ სუნთქვის უკმარისობა. ყველაზე უსაფრთხო გართულება შეიძლება იყოს ის, რომ უბრალოდ გაიკეთეთ და ეფექტი არაფერი არ გაქვთ, მაგრამ ის, რომ ასეთი არასუფთა პროდუქციისგან შეიძლება სერიოზული სამედიცინო პრობლემები შეგექმნეს, რომელმაც შეიძლება თქვენ სიცოცხლესაც შეუქმნას საფრთხე, ეს არის ძალიან რეალური. ამიტომ, როდესაც შეგხვდებათ რეკლამა, რომ ბოტულინოტოქსინი პირს 6, 7 ან $8 ერთი იუნიტი, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ეს არ არის ნამდვილი პროდუქტი. ასევე არ არსებობს ფილერი, რომელიც ღირს $300 ან $350. ფასები ძალიან მიმზიდველია. თუ კი იცით, რომ თქვენ ღებულობთ არაავთენტურ პროდუქციას და ეს თქვენ გაწყობთ, რა თქმა უნდა, მაშინ შეიძლება დაიკეთოთ ეს პროცედურები, მაგრამ იცოდეთ, რომ ერთი ამპულა ბოტოქსი დაახლოებით $700 ღირს, რომელიც მოდის თვითონ წარმოებლისგან, ამიტომ $7 და $8 ერთი იუნიტი ბოტოქსი, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს იყოს ნამდვილი ფასი ნამდვილი პროდუქციის. მე მესმის, რომ ძალიან ძნელია გაერკვა ეს, სად გაიკეთო, ვისთან გაიკეთო. ესთეტიურ სფეროში რატომღაც დასაშვები გახდა ის, რომ წახვიდე სახლში ან ასე შემდეგ და რაღაც პროცედურა ჩაიტარო. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, სხვა შორის ეს იყო ბევრი წლის წინ, რომ მე ამ ყველაფერში გავერკვეოდი. მე თავადაც და ჩემ დაქალებს ასე შემოგთავაზეს, რომ ჩამოდიოდა
ადამიანი საქართველოსდან ჩამოქონდა ძალიან კარგი პროდუქტები, გაგვიკეთებთ რაღაც პროცედურებს და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა. შევიკრიბეთ ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის სახლში, მობრძანდა ეს ქალბატონი, მოიტანა ათასნაირი პროდუქცია. მახსოვს მე გავიკეთე კოლაგენის ძაფები, ზოგმა ტოქსინი გაიკეთა, ზოგმა ფილერი გაიკეთა და მოკლედ ეს ყველაფერი პროცედურები ჩამთავრდა, როგორც იყო ჩვენი მეგობრის სახლში, რაღაც მის დივანზე იქ წამოკვეტრიალებულები ვიყავით და ესე ჩავიტარეთ ეს პროცედურები. წარმოდგენა არ ქონდა, რომ საერთოდ ეს ან არ შეიძლებოდა, ან რო გვეკითხა რა პროდუქცია იყო, ნუ არ ვიცოდი. ყველა საინტერესო ის არის, რომ როდესაც ეს ყველა პროცედურები ჩატარდა, რამდენიმე დღის მერე გამოჩნდა გართულებები და გაგვიჩნდა ათასნაირი კითხვა, უამრავი კითხვა ამ ქალბატონის მიმართ, რა გვიქნა, მე პირადად თქვენ საოცარი დალურჯებები მქონდა სახეზე, ასევე ჩემ მეგობრებსაც, რამდენიმე მათგანი ცუდათაც გახდა. და ნუ ვიფიქრეთ, რა ვქნათ ახლა და მივმართოთ ამ ქალბატონს, რომ ეგებ რაღაც გვირჩიოს, რომ რა გავაკეთოთ. და მივწერეთ ამ ქალბატონს, ეს ქალბატონი უკვე იყო საქართველოში და მოკლედ ასე ვთქვათ, დავრჩით ასე უპატრონოთ. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გაიარა, მადლობა ღმერთს, არაფერი ისე არ გაურთულდა, რომ რაღაც კატასტროფულ შედეგები ვქონოდა, მაგრამ მე პირადადაც მაქვს ესეთი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ეხლა როდესაც უყურებ ამბავს ასე ამ გადასახედიდან, ხვდები, რომ საერთოდ რაზე ვფიქრობდი, რომ რამე რო დაგმართნო და ვინ იყო ჩვენი პატრონი, არავინ. თქვენს რა თქმა უნდა გირჩევთ, რომ ესეთი რაღაცები არ ჩაიდინოთ. არანაირი პროცედურა არ უნდა ჩატარდეს არავისთან სახლში. რა თქმა უნდა, თუ კი ეს თქვენთვის მისაღებია და ეს თქვენ გინდა, რა თქმა უნდა, ამას ვერავინ თქვენ ვერ დაგიშლით და შეგიძლიათ რაც გნებავთ, რა თქმა უნდა, ეს ჩაიტაროთ. მაგრამ ინფორმაციის სახით რომ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის პირველ რიგში არალეგალური, მეორე ეს პროდუქცია არის აბსოლუტურად არასერტიფიცირებული და მესამე თუ კი პროცედურას ჩაიტარებთ და ღმერთმა დაიფაროს რამე გართულება დაგემართათ, იქნებით აბსოლუტურად მარტო, როგორც მე დავრჩი აბსოლუტურად მარტო, ჩემი დალურჯებული თვალებით და დალურჯებული კისრით. წარმოდგენაც არ მინდა, რომ აი იქ რამდენიმე ფილერიც კი გაიკეთა ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის ზონაში, აი სხირტუჩის ნაოჭის გასწორების და მადლობა ღმერთს, რომ არავის არაფერი არ დაემართა და არავინ არ დაბრმავდა. ეს ძალიან საშიშია ესეთი პროცედურები. საშიშია, როდესაც არ გაქვს გეგმა თუ რა და როგორ უნდა გააკეთო თუ მოხდა რაიმე გართულება. რა თქმა უნდა, გართულება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ყველაზე გამოსილ და საუკეთესო ექიმს ან ექთანს ამისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არავინ არ არის. აქ უფრო საუბარია იმაზე, რომ თუ კი მოხდა გართულება, რა შეგიძლია შენ შესთავაზო შენს პაციენტს, რომ ეს გართულება რაღაცნაირად გამოასწორო. ამ ქალბატონისგან არაფერი ჩვენ ვერ მივიღებდით, რა თქმა უნდა, ის უკვე იყო საქართველოში. და რა თქმა უნდა, შეწუხდა, რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა და ვიყავით ასეთ რაღაც საცოტაო მდგომარეობაში ყველა, მაგრამ გულის ტკივილი და შეშფოთება გამოხატა, მაგრამ დანარჩენი საკუთარ თავის იმედზე დავშით, რომ ნუ ჩაიდენთ ასეთ რამეს, აბსოლუტურად არ არის ამის საჭიროება, არსებობს უამრავი პრაქტიკა, არსებობს უამრავი ექიმი, nurse practitioner, ექთანი, ვინც ამას აკეთებს ლეგალურად. თუ კი თანხა მესმის, რომ ეს თანხებთან არის დაკავშირებული, ნუ ძვირია ეს პროცედურა იმისევე, როგორც ვთქვათ, ყველაფერი ხარისხიანი არის ძვირი, ეს პროცედურებიც არის ძვირი. ხათუშორის ამ თემაზე რომ დავამატო ერთი, თუ კი გაქვთ სურვილი გაკეთება პროცედურები, გინდათ გაიკეთოთ, მაგრამ ერთიანად არ გაქვთ საშუალება, რომ გადაიხადოთ თანხა, კომპანია, რომელიც აწარმოებს ბოტოქს, მას აქვს დაფინანსების საშუალება. შეგიძლიათ ამ ნომერზე მომწეროთ, თუ გაინტერესებთ, რომ მიიღოთ დაფინანსება, თქვენ მიიღებთ ლინკს, შეავსებთ თქვენს ინფორმაციას, მიიღებთ კრედიტს და შეგიძლიათ შემდგომში ეს კრედიტი გამოიყენოთ უსაფრთხო პროცედურებისთვის და უსაფრთხო პროდუქციისთვის. ასე რომ გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას, მეერწმუნეთ, რომ ნამდვილად არ ღირს 200 და 300 დოლარის დაზოგვა, იმისთვის რომ შემდეგ რაღაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას, როდესაც შეგიძლიათ რომ აი ყველა ეს პროცედურა ჩაიტაროთ უსაფრთხოდ და თუ კი რამე გართულება მოხდება, შესაძლებლობა გქონდეთ რომ მოითხოვოთ მკურნალობა, ყურადღება, რომ პერმანენტული ზიანი თქვენს ჯანმრთელობას არ მიადგეს. ჯანმრთელობას გისურვებთ.